პილოტი და საავიაციო მწერალი. დაიბადა 1936 წლის 23 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი ცნობილი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის შორეული შთამომავალია. რიჩარდის ინტერესის სფეროში ხდებოდა ყველაფერი, რაც ავიაციას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავიაცია მისი ნამდვილი გატაცება იყო, ის ყოველთვის წერლობაზე ოცნებობდა. ჯერ კიდევ უმცროს კლასებში ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას ამ მხრივ მისი პოტენციალი გააზრებინა და რიჩარდმა 1959 წლიდან უკვე ზუსტად იცოდა, რომ უნდა დაეწერა ჩიც, რომელიც ოცნებობდა ბევრი ბარიერის და აკრძალვის გადალახვაზე. მალევე შეიქმნა ბრწყინვალე წიგნი თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ნაწარმოები ძირითადად ფილოსოფიურია და ეხება ფრენას. თუ მწერლის სიტყვებს დავიჯერებთ, ამ მოთხრობას გასაოცარი ისტორია აქვს. ერთხელ, როდესაც რიჩარდი მის სლიან ამინში დინარისპირა სეირნობდა, ხმა შემოესმა თოლია ჯონათან ლივინგსტონი. ამ ხმის კარნახით წერებოდა უცნაური თოლიის ამბავი, მაგრამ ხმა ისე უცნაურად შეწყდა, როგორც გაისმა. მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო რიჩარდმა იგივე ხმა და ნაწარმოებიც დაასრულა. ნოველა პირველად 1970 წელს გამოიცა და ბესტსელერად იქცა. ადამიანის ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. ბიზანსტრაფი, ვებისყოფი, შესაძლებელია განვითარება და თავისუფლების მოპოვება, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჯონათანი თოლია არაჩვეულებრივი აზროვნებით. მას თავისუფლება, სრულყოფილება სურია. ის ამისთვის ფრენას სწავლობს, შედეგსაც აღწევს და ამართლებს. ის ფიქრობს, რომ გუნდის შედეგს დაუფასებს, მაგრამ პირით მის საქციელს სამარცხინოს უწოდებენ და გუნდიდანაც გააძევებენ. მაგრამ თოლია მათ უპასუხებს, ცხოვრებამ სხვა აზრი შეიძინა. იგი შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა. ის ითხოვდა მიეცათ საშუალება ეჩვენებინა, რასაც მიაღწია. ჯონათან ლივინგსტონმა მარტოობაში განაგრძო ცხოვრება, თუმცა მან მალევე იპოვა თანამოაზრეები, რომლებიც აზიარა ფრენის თავისუფლებას. საბოლოოდ ჯონათან ლივინგსტონმა მიაღწია თავისუფლებას, სრულყოფილებას, რომელიც იყო მისი ჭეშმარიტი კანონი.
ვიდები შინს, მშობლიურ და დაუკმაყოფილდები იმით, როგორ იცავ. ატარა, საბრალო, სუსტი თორით. ხო, ასეა, ვინც შემეცნებისთვის იღწის, წინ ვერაფერი დაუდგა. ზეც არ არის. ხომ
ერთი ადგილი არ არსებობს. შეგიძლია ასე ფრენა მასწავლო? რა საფუძველია? თუ გსურს შეგვიძლია ახლა დავიწყოთ. რატომ უჭირთ ასე ძალიან ამის დაჯერება ვერ გავიგე? რატომ უნდა გიყვარდეს ფრინველთა გროვა, რომელიც ესაა, შენს გათელვას წინოდა? მაგათ სიყვარულს არავინ გავალებს. თავარია შენ თვითონ მათში კეთილი თოლი და დაინახო, რომ გაუძღვეცი. მე გავუძღვები, რას გულისხმობა მაშინ? ჩვენ წინამძღოლი ახლა აქ შენ ახარ. მიტოვება არ შეგიძლია. არ შემიძლია? თუ გიფიქრია, რომ არსებობენ სხვა გუნდები, სხვა ფლეჩერები, ვისაც ამჟამად მე დასჭირდებათ დამრიგებელი. მე ჯონ, მე ხომ ერთი ბრალ თოლია ვარ. შენ კი? დიაგი თოლიას მხოლოდ ჩობილი ძე არა, მე თოლია ვარ. ყურადღება მიაქციე, ჩვენზე სულალური ხმები არ გააგრძელოთ, ღმერთად არ გამომაცხადო. შემეცნების თვალით იყურე. გაიაზრე ის, რაც უკვე იცი და მიხვდები, როგორი ფრიდო. შემეცნების თვალით გაიაზრე ის, რაც უკვე იცი და მიხვდები, როგორი
სამშობლოც ხომ თავისუფლება